საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ლადო ასათიანის ლექსზე თქვენ გეუბნებით ძმებო მგოსნებო. ეს ლექსი იმით არის საინტერესო, რომ იგი ქართველი პოეტის ფიქრს გადმოსცემს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ევალება პოეტს, რა ევალება პოეზიას და რა ითვლება ჭეშმარიტ პოეზიად. ამ საკითხზე ქართული ლიტერატურა ძალიან დიდი ხანი ფიქრობდა და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ცოტა შორიდანაც ვიფიქროთ ამაზე და გავიხსენოთ, რომ პოეზია, როგორც ლიტერატურა და ლიტერატურის ერთ-ერთი დარგი, მკითხველისათვის არ უნდა იყოს მხოლოდ გასართობი საშუალება, მას უნდა რაღაც გარკვეული მიზანი ჰქონდეს. ჯერ კიდევ შუშანიკის წამებაში განისაზღვრა იაკობ ხუცესის მიერ, ანუ პირველივე ნაწარმოებში, რომ ლიტერატურა იმიტომ იქმნება, რომ უნდა დაიმახსოვროს იმ ეპოქამ ის დიდი ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის ცხოვრების მაგალითები უნდა იყვნენ, მაგრამ იმისთვის იქმნება, რომ ჩვენ ეს მაგალითები დაგვისახონ, გვიჩვენონ და უკეთეს ადამიანებად გავხადონ. პოეტი განსაკუთრებით არის ვალდებული იყოს ღირსეული კაცი და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გვიჩვენებდეს ცხოვრების გზას, რადგან ეს მაგალითი მისაბაძია, გადამდებია, განსაკუთრებით ადვილი დასამახსოვრებელია, როცა ლექსის ფორმით ქადაგებს ავტორი, რადგან ეს ლექსი თავისი რითმით, თავისი გამართულობით უფრო იოლად გვამახსოვრდება ხოლმე, ვიდრე პროზაული ნაწარმოები და ლექსი მართლა ძალიან დიდი რამ არის ადამიანის აღზრდისათვის და ხვალინდელი უკეთესი დღის გათენებისა ან უკეთეს კაცად ჩამოყალიბებისათვის. პოეზიამ ჩვენ ფიქრი უნდა გვასწავლოს. ამიტომაც ბრძანა ილია ჭავჭავაძემ მე უხეირო მოთხრობა დავწერეო, კაცი ადამიანს გულისხმობდა, მაგრამ ამ უხეირო მოთხრობას შენი გართობა კი არ უნდა. უნდა რომ ჩააფიქროს მკითხველი და მიახვედროს, როგორ უნდა იცხოვროს და ხვალინდელი დღე როგორ დაგეგმოსო. აი, როცა ადამიანი პოეტი ხდება, იგი რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობით ფიქრობს იმაზე, თუ რა არის პოეზია და რა უნდა გააკეთოს პოეზიამ საიმისოდ, რომ ღირსეულად შეასრულოს თავისი მოვალეობა, როგორ უნდა ემსახუროს პოეზია ქვეყანას, ან თვითონ მან რა უნდა გამოხატოს და როგორი ურთიერთობა უნდა იყოს პოეტსა და თავისივე ნაწარმოებს შორის. ეს განსაკუთრებით საინტერესო საკითხია, რომელზე ფიქრიც გახლავთ სწორედ ლადო ასათიანის ლექსი თქვენ გეუბნებით ძმებო მგოსნებო. თანაც მივაქციოთ ყურადღება სათაურსვე. რადგან ლადო ასათიანი ამ შემთხვევაში მხოლოდ თავის საფიქრალს არ გადმოსცემს და არ მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ მისია და მხოლოდ მისი გასაკეთებელია ან მხოლოდ მისი სათქმელია, რადგან ყველა დანარჩენი მგოსანიც, მისი ძმები ვინც არიან და ვისთანაც იგი ასეთი საძმო სულით არის დაკავშირებული, რადგან ერთი საქმე აერთიანებთ მათ, სწორედ იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ რა არის პოეზია და რა შემთხვევაში იქმნება პოეზია, ან რა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ეს პოეზია კარგია და აუცილებელი. გავეცნოთ ლექს. რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე. ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. რომ დგავარ ახლა თბილისის კართან, შენ გეკითხები ცაო, ნათელო, ამ უხეირო ლექსების გარდა, რას გავუკეთებ მე საქართველოს? რომ დგავარ ახლა თბილისის კართან, თქვენ გეუბნებით ძმებო, მგოსნებო, ამ უხეირო ლექსების გარდა, დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო. რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე. ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. როგორც ხედავთ, სრულიად საგანგებოდ, პირველ და ბოლო სტროფებში პოეტი ახსენებს ცოტნე დადიანს, რომ ამით გასაგები გახდეს მისი მსოფლმხედველობა და მისი სათქმელი მკითხველისათვის. როგორც ცოტნე დადიანი ვერ ისვენებდა, რომ მამულისთვის გაეკეთებინა რაიმე და როგორც ცოტნე დადიანმა გადაწყვიტა, რომ სადაც მისი ძმები იყვნენ, თვითონაც იქ მისულიყო, მათთან ერთად მათი ხვედრი გაეზიარებინა და მომკვდარიყო მათთან ერთად, ვიდრე გულხელდაკრეფის
ეცოცხლა და გაეტარებინა ეს ცხოვრება უღიმღამოდ, უფერულად, მოღალატის სტატუსით ძალიან ხშირ შემთხვევაში, რადგან ვიღაცამ გასცა კოხტას თავის შეთქმულება და ცხადია ეს არ იყო ცოტნე, მაგრამ შესაძლოა ვიღაცას ეფიქრა, რომ რაკიღა ცოტნე გადარჩა და სხვა ყველა შეეწირა ამ შეთქმულებას, იქნებ ცოტნემ გასცა შეთქმულება და იქნებ ცოტნემ მიუტანა ამბავი მტერს აი ამ კოხტას თავის შეთქმულების შესახებო. ცოტნე ასე არ მოიქცა. მან ვერ მოისვენა მანამ სანამ თავისი ძმების ხვედრი არ გაიზიარა და სანამ რაღაც არ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის. სწორედ ეს არის ლადო ასათიანის მთავარი სათქმელიც. ის ვერ მოისვენებს ვერასოდეს როგორც ქართველი ვაჟკაცი, თუ კი არ იქნება მსგავსი ცოტნე დადიანისა, თუ კი ვერ შეძლებს, რომ როგორც ცოტნემ მოახერხა და სამსახური გაუწია თავის მამულს, ასევე უნდა მოახერხოს ლადო ასათიანმა და სამსახური გაუწიოს მამულს. რადგან სამშობლო ერთადერთია ადამიანისათვის და სამშობლოს განსაკუთრებული ფასი აქვს, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ღირსეული მამულიშვილებისთვის. პოეტისთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა სამშობლოს სამსახური, რადგან იგი სამშობლოს ემსახურება არა მხოლოდ როგორც მამულიშვილი, ხელში ხმლით ან და ხელში ფარით, თუ ხელში თოხით გააჩნია რა სჭირდება ქვეყანას, არამედ გარდა ამისა იგი თავისი კალმითაც ემსახურება თავის ქვეყანას. მან უნდა ისეთი სიტყვა უთხრას ქვეყანას, რომელიც ფეხზე დააყენებს მას და უკეთესად წარმართავს მის ცხოვრებას და გაგახსენებთ თვითონ ლადო ასათიანი ვაჟა-ფშაველას ნაამბობში მის სხვა ლექსში ამბობდა სამშობლოს ტრფობით გული დავსერე მათრობდა როგორც ღვინო ყვარული დავიდრე ლექსად არ გადავწერე მანამდე მკლავდა ეგ სიყვარულიო. ანუ აი აქაც მან თქვა რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისვენებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოისუნთქებს და დასერილ გულს, მხოლოდ ნაწილ-ნაწილ დაჭრილ გულს დასერილი, რასაც ნიშნავს, მხოლოდ მაშინ მოუტანს იმედსა და შვებას, როცა შეძლებს, რომ სამშობლოზე რაც შეიძლება კარგი და რაც შეიძლება ღირსეული ლექსები წეროს. რადგან მისი დანიშნულება ეს არის. მან უნდა თავისი ლექსით გულის ტკივილი მოურჩინოს თავის ქვეყანას და თავის თანამოძმეს რაიმეში გამოადგეს. აი ამიტომაც იგი ნათელცას მიმართავს. შენ გეკითხები ცაო ნათელო. ხვდებით ალბათ რომ ამ შემთხვევაში ეს ნათელი ცა უფლისაკენ სავალი გზა და ხვალინდელი დღის იმედია. ცა საერთოდ განსხვავებით მიწისაგან, რადგან მიწის ანტონიმია და მის საპირისპირო სივრცეშიც მდებარეობს და ადამიანისაც ზიახედვის სურვილს იწვევს, რომ ცა დავინახოთ და ცისკენ ვისწრაფოთ და ვიაროთ, ცა არის სწორედ ის გზა, რომელიც ადამიანს უფალთან და ცხონებისაკენ წაიყვანს. ნათელი ცა ანუ ის სიკეთეა, ის სინათლეა, რომლისკენაც ადამიანი უნდა მიდიოდეს და აი ამ წუთისოფლისეული ბნელეთიდან საითკენაც უნდა გაიადვილოს გზასავალი. პოეტმა რითი უნდა გაიადვილოს ეს? მხოლოდ ლექსებით. ლექსები მან თავის თავსაც უნდა გამოაყენოს, ასე ვთქვათ, და უნდა გამოაყენოს იმ ადამიანებსაც, რომლებიც მას წაიკითხავენ. ლადო ასათიანის სიტყვა უხეირო, ამ უხეირო ლექსების გარდა, აი სწორედ ის განცდა, რომელიც ილიას ჰქონდა თავის კაცია ადამიანს უხეირო მოთხრობას რომ უწოდებდა. და ალბათ ხვდებით რომ ეს არის ლადო ასათიანისეული მინიშნება კაცია ადამიანზე როგორც უხეირო მოთხრობაზე. უხეირო რა თქმა უნდა ბრჭყალებში. არც ლადო ასათიანის ლექსია უხეირო და არც კაცია ადამიანია უხეირო მოთხრობა. მაგრამ თვითონ ავტორებს მეტი სურთ, მათ მეტი მოთხოვნა აქვთ საკუთარი თავისადმი და უკეთესის დაწერა უნდათ. აი ამიტომ ლადო ასათიანი, რომელსაც არ შეუძლია მოისვენოს ცოტნე დადიანის მსგავსად, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ კითხავს, რა გავაკეთო საიმისო, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო? რა გავუკეთო აი ამ უხეირო ლექსების გარდაო? გაგახსენებთ იმავე ვაჟა-ფშაველას ნაამბობში, მან თქვა ნუ თუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო? დაუკვირდით აი ამ ფრაზას. ის ლექსებში ამ შემთხვევაში გულისხმობს სწორედ იმ ნაწილს მისი შემოქმედებისა, რომელიც შეიძლება
მას გაახარებს, მაგრამ სხვას ბევრს ვერაფერს ვერ მოუტანს და ვერ ასწავლის. ანუ ლექსები მხოლოდ იმისთვის კი არ იწერება, რომ დაწერო და აი ასე ვთქვათ, შენი გული გაიხარო. არამედ ამ ლექსმა ვიღაცას რაღაცა სიკეთე უნდა მოუტანოს და ვიღაცას უნდა ბედნიერება შთააგონოს. ამიტომ როცა ჩვენ გადავდივართ აი ამ ლექსის მესამე სტროფზე, როცა იგი კვლავ მიმართავს თბილისის კართან მდგომარე თავის თანამოძმე პოეტებს, კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ლექსი უხეიროა და იკითხავს, დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო. ამაში ჩვენ გვგრძნობთ, როგორი ტკივილით არის ეს ნათქვამი, რადგან პოეზია, როგორც წესი, ტკივილს გამოხატავს. პოეზია უპირველეს ყოვლისა ადამიანისთვის შვების მომგვრელი უნდა იყოს და აი ამ ნათქვამ ტკივილს ბევრად უფრო გაიოლებული გრძნობა მოსდევს. ანუ როცა ადამიანი გულში იკლავს თავის ტკივილს, ეს გაცილებით უფრო მწარეა, მაგრამ მას როცა შეუძლია, რომ ეს ტკივილი ვინმეს გაუზიაროს, ვიღაცას უთხრას, თითქოს მოეშვება მას გულზე და თითქოს უკეთეს განწყობაზე დააყენებს. ამიტომ თბილისის კართან მდგომარე, ანუ განსაკუთრებულად მომზადებული, განსაკუთრებულად აწკეპილი, აი ესე შეიძლება ითქვას და გაგახსენებთ აკაკი წერეთლის ლექსს ხატის წინ. აი როგორც დგას ადამიანი ხატის წინ, მომზადებული, შემართული. აი სწორედ ასე დგას ლადო ასათიანი თბილისის კართან. ეს მისთვის სახატია, რომელსაც უნდა ემსახუროს. მისთვის თბილისი სამშობლოა და ღმერთია, რადგან ყოველთვის ჩვენ ვაიგივებთ ხოლმე ჩვენს რწმენას, ჩვენს მამულთან. ორივეს მომსახურების სურვილით არის იგი ამ შემთხვევაში მდგომარე თბილისის კართან და თავის მეგობრებსაც სწორედ ამას ეკითხება. რაზე ვიფიქროთ კიდე, რაზე ვიოცნებოთ, რა გავაკეთოთ ისეთი, რომ ჩვენი ტკივილიც გამოვხატოთ და აი ამ ტკივილით სხვა ადამიანსაც შევუმსუბუქოთ ტკივილი. ისევ გაგახსენებთ მისივე ვაჟა-ფშაველას ნაამბობიდან. მომაგონდა რომ ლექსი არის კაცის და ქვეყნის გულის ტკივილიო, ის ამბობს და ყოველგვარ ტკივილს ჩემშიო, მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა. ანუ ნახეთ ამით რა თქვა მან თქვა, რომ ნებისმიერ სატკივარს ადამიანის არსებაში დაძლევს მხოლოდ ლექსი. ლექსი აი ამ ტკივილს გამოხატავს და ლექსი გააიოლებს გზას ტკივილის დასაძლევად. ლადო ასათიანისთვის, როგორც პოეტისთვის, სწორედ ლექსია ამოსუნთქვის საშუალება და ჩვენთვის კი, როგორც მკითხველებისთვის მისი პოეზიისა, აი ეს ლექსი უნდა იყოს გულის ქარის ამოღების, ანუ გულის დამშვიდებისა და ტკივილის განქარვების გზა და საშუალება. პოეტი უნდა სხვისი მალამო იყოს და პოეტი როცა კვდება, თავის ლექსთან ერთად არ უნდა კვდებოდეს, მისი ლექსი უნდა დარჩეს. პოეტმა თავისი სული თითქოს ლექსებს უნდა დაუტოვოს და აი ამ ლექსებს უანდერძოს თავის შემოქმედებას. მხოლოდ შემდეგ ხდება ეს ლექსები უკვდავი. ამიტომ არის რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი თუ მამულს თავი არ ანაცვალე. ანუ იგი ანაცვალებს თავის მამულს თავს და სიკვდილიც მისი იქნება გზა იმისა, რომ მამულს რაიმე სიკეთე მოუტანოს. და აი ჩვენ გავიხსენოთ ომაწი კლაურის ლექსი. ეს მწერალიც სწორედ ამას ამბობს თუ როგორ გრძნობს იგი სიკვდილის მოახლოებას და როგორ მოკვდება იგი ლექსით. შეგვიძლია ტიციანიც გავიხსენოთ თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ, არც სიკვდილისთვის დაგემდურებიო. რადგან პოეტისთვის ლექსით სიკვდილი და პოეტური ნიჭით წასვლა ამ ქვეყნიდან განსაკუთრებით ძვირფასია. შეიძლება რომელიმე თქვენგანს გაახსენდა ხმა კატამონთან ირაკლი აბაშიძის. როცა რუსთაველი სამარესთან დგომი სწორედ ამას ამბობს, შენ ვერ გთმობ, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთანო. და ეს ერთი არის ქართული სიტყვა მისთვის ვეფხისტყაოსანში გადმოღვრილი და ლექსად ნათქვამი. აი ომაწი კლაური ამბობს, მოვკვდები ლექსით დაჭრილი. ლექსით გულწყრულებიანი, საფლავშიც ლექსით ჩავწვები, დუღარეთ სრემლებიანი, საფლავზე მოვა ლექსის ხე,
ლექსის შტოფოთლებიანი. როგორც ხედავთ, ის ელოდება სწორედ ამას, რომ მოკვდება ლექსით, აი ამ ლექსს ჩაიყოლებს იგი საფლავში თავის ნუგეშად, მაგრამ დატოვებს ზემოთაც ამ ქვეყნად, როგორც შტოფოთლებიან ხეს, რომ შთამომავლობამაც წაიკითხოს იგი და შთამომავლობამაც გაიგრილოს გული, შემთხვევით არ ვთქვი ეს ფრაზა, იმიტომ რომ ბესიკ ხანანაულს აქვს ნათქვამი ლექსები გულის მარაოაო. აი დაუკვირდეთ როგორი კარგი ფრაზაა. მარაო ადამიანს იმიტომ სჭირდება, რომ დაინიავოს და ცივმანიავმა მას სევდა გაუქარვოს. თითქოს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცეს. ბესიკ ხანანაულის ეს ფრაზაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ ლექსი მარაოსავით კარგია და სასიამოვნოა ნებისმიერი ადამიანისთვის, თვით ამ ლექსის დამწერლისთვისაც და ამ ლექსის წამკითხავისთვისაც. ჩვენს დახუთულ სულსო, აი ამ მარაოს ნიავი ფოთლებივით შეაშრიალებსო, ავტორი ამბობს. ფოთოლით შრიალებს და ხეს აგრილებს, ფოთოლი შრიალებს ჩვენ გვაგრილებს და ჩვენც აი ამ ლექსების იმედად ხვალინდელ დღეს შევხვდებით უფრო მეტი ხალისით და მაშინ გვიშველი ზუსტად ლექსი, როცა ტკივილი შემოგვეწვება გულზე. ლადო ასათიანის სათქმელიც სწორედ ეს იყო, რომ ლექსია ის საშუალება, რომელმაც ტკივილი უნდა დააძლევინოს ადამიანს და რომელმაც ტკივილი უნდა დააძლევინოს სამშობლოს. მაშინ ის ნამდვილად კარგი ლექსია და მაშინ გამოვა, რომ პოეტმა თავი ანაცვალა თავის ქვეყანას, პოეტმა ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ ცრემლები მოეწმინდა თავისი მამულისათვის და მისთვის ესწავლებინა, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად გათენდება და გათენდება უკვე უტკივილო გულით, რადგან ნათელიცა ჩვენ სწორედ ამას გვეტყვის და რაც უფრო ბევრი კაცი იდგება თბილისის კართან, პირობითად რომ ვთქვათ, რაც უფრო ბევრ ადამიანს ექნება განცდა, რომ აი მე ვდგავარ თბილისის კართან, დავიბადე ქართველად, ვემსახურები ჩემს სამშობლოს და რაღაცა უნდა ამისთვის გავაკეთო, გულხელდაკრეფილი არ ვიჯდე. რაც უფრო მეტად ვიფიქრებთ იმაზე, რომ ვინც პოეტია, ლექსით უნდა ემსახუროს თავის მამულს, ვინც მხნელია, მან უნდა თავისი გუთანი გამოიყენოს და თავისი თოხი, თქვათ, და ვინც მუშაა, იქ უნდა იდგეს იმ წერტილში და ისაკეთოს, რაც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სადაც დააყენა უფალმა, მით უფრო უკეთესად იქნება ჩვენი ქვეყანა და მით უფრო უკეთესი გათენდება, მით უფრო ნათელი გათენდება ხვალინდელი დღე. აი სწორედ ამაზე ფიქრია ლადო ასათიანის ეს ლექსი. გმადლობთ ყურადღებისთვის.